გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. არკანზასში ვარ, ეს არკანზასის შტატია. მე 40 გზაზე მივდივარ ახლა და გზად ვიფიქრე, რომ შევიარო Walmart-ში და რაღაცეები ვიყიდო საჭმელი რა. იმიტომ რომ გზაზე მხოლოდ ფასტ ფუდებია ტრაკსტაპებზე. და ეს ფასტ ფუდი კიდე ძღოლებისთვის თლად სასიამოვნო საჭმელი არ არის რა. იმიტომ რომ სხვადასხვა პრობლემებს იწვევს მერე. შესაბამისად ტრაილერის ძღოლები ეს მე მარტო მე არა ვარ ესე გამონაკლისი. ძალიან ბევრი სარგებლობს Walmart-ით. ეს Walmart-ი არის სუპერმარკეტების ქსელი, ყველა მიცის. და იქ შეგიძლია რომ მიყიდო რამე ისეთი საჭმელი, რომელიც არ იქნება ფასტ ფუდი, ასევე შეგიძლია იყიდო ბოსტნეული, იყიდო ხილი და ნამდვილად აჯობებს იმას, რაც გზაზე იყიდება. თუმცა როგორი სიტუაციაა, იცით, ანუ Walmart-ში როდესაც შედიხარ, ძალიან იშვიათად რომ Walmart-ს კონდეს ტრაკებისთვის განკუთვნილი პარკინგი. არის კი რომ აქვს ხოლმე ზოგიერთ Walmart-ს ეს პარკინგი, მაგრამ ძალიან იშვიათად. უფრო ხშირად გვიწევს აი ესეთ სამანქანე პარკინგებზე გაჩერება და ხშირად კიდევ ასევე დაგვხდება ამგზალავი ნიშანი Walmart-ის ტერიტორიაზე, რომ არ შეიძლება ტრაკებისთვის შემოსვლა, პარკირება, overnight პარკირება, ანუ ღამე ტრაკის დატოვება. ბევრს მოსვლია ისეთი რაღაცა, რომ ღამე გაჩერებულა ყოფილა ტრაილერში, დაუძინია და დილით რომ გაუღვიძია, უნახია რომ საბურავზე ლაკი აქვს დადებული, ანუ დაბლოკილი ყავთ მანქანა და სანამ არ გადაახდევინებენ ფულს, მანამდე ადგილიდან ვერ გაინძრება ერთი სიტყვით. მაგრამ თუ ესე ხანმოკლე დროით შედიხარ უბრალოდ შოპინგზე, მაგ დროს რა ვიცი, მე რამდენი წელია უკვე ესე შევდივარ ხოლმე და არასოდეს პრობლემა არ შეგვქნია, მიუხედავად იმისა, რომ ეწერა რომ no parking, არ დააპარკინგოთ, მაგრამ მაინც შევსულ ვარ, გავჩერებულ ვარ და მიყიდია რაღაცა, გამოსულ ვარ, წავსულა პრობლემა არ შემქნია და ეხლაც ესე ვაპირებ, იმედია არც ეხლა შემექნება პრობლემა. ეხლა შევალ Walmart-ის პარკინგზე და დავაპარკინგებ სადმე იმედია მოუნახავ რამე ესეთ თავისუფალ ადგილს, თან აქ ერთი რამეს უნდა გაითვალისწინო, რომ ისე გაჩერდე, რომ მე პატარა მანქანებმა არ ჩაგკეტონ, თორემ ვეღარ გამოხვალ, სანამ ის მანქანები არ გავლენ. საიდან ჯობია შესვლა? მე მგონი იქიდან ჯობი, არა, იქიდან ამგზალავი ნიშანია, არა. კიდევ კარგი. იქიდან უნდა შევიდე. მე ესე გავიდეთ. ჩემი ძმა რო გამოხვიდე არ გინდა? ამჯობინა რომ უკან დაეწია. ბატონო. მადლობა დეიდა. კულტურული ხალხი არიან. გითმობენ. ხელს მაინც არ გიშლი. ეხლა სადმე ესეთ ადგილზე უნდა გავჩერდე, სადაც საიდანაც შემდეგ უკვე თავისუფლად გამოვა. მე ვფიქრობ, რომ აი ხეებთან ცოტა ჩრდილიც მოადგება ალბათ მანქანას. ეხლა დავპარკინგდე რა უჭირს. არც არაფერი.
აი წინ არის ეს არის Walmart-ი. ტრაქერების საყვარელი სუპერსტორი, მაგრამ რა საყვარელი? თუმცა სხვა არჩევანი რო არ არის. ფლორიდაში არის მაგალითად Publix-ები. აი ეს Publix-ი ბევრად ჯობია Walmart-ს ძალიან ბევრად. ამასინათ რო ვიყავი ფლორიდაში ვიყიდე რაღაცეები და ხარისხით აი ძალიან განსხვავდებოდა Walmart-ისგან. საჭმელს გულისხმობ. უნდა ჩავეკვეტო და რატო ვეკვეტები აქ არ ვიცი. აი ჯანდაბას ჩდილი მინდა და მაგითო. აქ მინდა ჩავდგეს. სულობდა ეგ არის. აი ცოტა ჩდილი არის და მაგით. ვარავინ მომიყენა. აი ესეც Walmart-ი, ჩემი საყვარელი კუთხე, სადაც ხილი იყიდება და ბოსტნეულობა. ეს ბალი არის, მაგრამ რაღაც რასაკეთებენ იცით, ანუ მაცივრებიდან გამოაქვთ შარშანდელი ბალი, შარშანდელ ბალს ყიდიან და რა ვიცი, წლევანდელს როდის ყიდიან, ალბათ მე გაისადგაყიდიან. ეს რაღაც შელახულივით არის, აბა არ არის რა მთლად. ეს კარგად არ გამოიყურება, მაგრამ ადამი $1 და 22 იჩო, ანუ სათითაო ღირს ამდენი გაწე. ყველაფერი ძვირდება რა, აი ყველაფერი გაძვირდება. ავარჩევ რაღაცე. ეს თევზეული ხო ჩემი სტიქია. უნდა ავიღოს სალმონი. აი ამას ავიღებ. რა განსხვავება ამასთან შორის? ეს აი ანტიბიოტიკების გარეშეა გაზრდილი ეს. დიდი არ მინდა. ეს იყოს. მასავიღებ და ეხა სტეიკი. დავამატე კიტრი, დავამატე პომიდორი. სტეიკით შევარჩიოთ. აი აქ იყიდება უკვე სტეიკები. და ყველანაირი ფასი აქვს რა და ყველანაირი ეს ტომაჰავკი $50. აი ეს რო ვიყიდო საათ შევწვა ყველა რაღაც. ამას აქვს ფასდაკლება. რატო აქვს ფასდაკლება? Freshness. უყურე ამათ ხო თავის ვადებია და 17-ში გასდის ვადა, ესე იგი ხვალ. თვითონ ხვალ აღარი ვარგე, როგორ არის ვარგე. ეხლა ამას ვიყიდი. თორე ისე უფრო მეტი ღირს გავსი აგერ $32. $22. ეს ღირს 17 და 50. ამას ვიყიდი და დღეს შევწვა. რა უნდა მომივიდეს, არც არაფერი, ხო?
კარგი ბატონო. მოკლედ ამ ყველაფერს მოუწია $123 და 93 ცენტი, მაგრამ აქედან ესე იგი ეს აირღუმელი ღირდა $40 და მე როცა შევწვავ რამეს გეტყვით ერთი გამოდგა თუ გადასაგდებია. ესე იგი, ჩემო კარგებო, ბატონებო და ქალბატონებო. ესე მოგმართავთ, იმიტომ რომ ქალბატონებიც გიყურებენ. Walmart-ში მე გადავიღე იქ ვიყიდე აირღუმელი. ძალიან კარგი რაღაცა, სულ ვაპირებდი ხოლმე ამის ყიდვას. მე აქამდე მქონდა ეს რა ქვია ქართულად მინდა ვთქვა, მიკროტალღოვანი ღუმელი, ხო? ხო და მაინც მოსახერხებელი არისო რა, იმიტომ რომ მარტო გაცხელება შეგიძლია იქ მეტი არაფერი. მომზადებით ვერაფერს ვერ მოამზადებ. ამიტომ შევიძინე აირღუმელი და პირველი რაც გავაკეთე, შევწვი სტეიკი. ხო და გაჩვენებთ ახლა ამ სტეიკს. საკმაოდ ცხელა, მაგრამ ეს რაღაც კარგი ადგილი მოუძებნე, რესტარია, რომ ტრაქსტაპებზე ესეთი ადგილები არ არის, რომ გადმოხვიდე და დაждდე წყნარად. აქ კი უბერავს ხაერი. ხო, აი ესე შევწვი სტეიკი, შემიფასეთ. კარგად დაიბრაცა, well done, ესე რო იტყვიან. ეს ზემოდან ეხლა რაც აყრია. ეს არის სუნელი, ჩიკაგო სტეიკი, ესე ქვია ამ სუნელს. ის მოვაყარე. ეს აქეთ არის ასპარგასი, მაგრამ ქართული დასახელებას ვერ ვიხსენებ. არ ვიცი უბრალოდ ქართულად რა ქვია, ან ვერ ვიხსენებ. ხოლო ეს არის ყაბაყი, ანუ იგივე ზუკინი ინგლისური. ჯერ არ გამისინჯია, მაგრამ რომც არ ვარგოდეს, არ ვაღიარებ, რომ ცუდია. ისევშია. ეს არის ზუსტად ტრაილერის ძღოლის ცხოვრება. ყველას გირჩევთ, აი ეს აირღუმელი იყიდოთ და კარგია რაღაცების შესაძლებლად რა. თან არ ზეთი უნდა, არაფერი არ უნდა. უბრალოდ შედებთ ამ იმას, გინდა თევზს, გინდა სტეიკს, გინდა კარტოფილს და ყველაფერს კარგად დაგიბრაწყეთ.